კინოში ხომ წავსულიყავით, რატო არ წავედით? კინოთეატრში მაინც არ უყურებთ ფილმს და პირდაპირ აქ წამოვედი, ხო, ფული დავზოგეთ რაღაცა. კაი, რატომ მკბენ? ხო გითხარი, ჯერ ჭამობდა, მერე დავждე თქვა. შია. გაციებულია და მგონი ჯობია რომ გადავждეთ ხო იქ? ბატონო? გაციებული. ვინ არის გაციებული? მე მგონი თქვენ ნახat გაციებული. გაციებული კი არა, გახურებული ვარ ისე ლაშაპურში. აი ახველებდით და რატო აღარ საზოგადოებრივ წესს? რა ეროტიკა და სერიალი გამიმართეთ აქ? აი ვერ გავთხე, კაცო, დღის იცით რა არის ეს? რა უბედურება ახლა? შაგდა რა დავაკარხან ჯარიმას ახლა მართლა იმხედავ. რატომ დამოგო რა დავაშავეთ? ვერ გავიგე. რას კოცნაობთ აქ რა? ვინ კოცნავს, კაცო, საერთოდ? ვინ კოცნაობ და დეიდაჩები, ვინ კოცნაობ, შენ კოცნაობ. ლაპარაკობდით, ჩვეულებ რა კოცნაობთ, კაცო, რეებს მაბრალებ, ვერ გავიგე. ლაპარაკობდით, ხო, აბა? ეხლა შეგამოწმე. შარზე ხარ თუ რა გინდა, ვერ გავიგე. შეგამოწმე, მე შენ კოცნაობაზე რას ლაპარაკობდი, მაგას გავიგებ. როგორ უნდა შემომუწმე რა? დავაყენო კოცნაზე. ჩაბერ ერთი. ეს რა უბედურება? არის და კოცნომეტრი, რა უბედურება, კოცნომეტრი? ჩაბერე. კარგად ჩაბერე. ამოგიგდო თუ არა კოცნაობა? რა მომიგდო, რაღაცას მატყუებს, კაცო, შენ ვერ გავიგე. ესე იგი არ კოცნო. არა, არ კოცნაობდი. რა არის აბა ეს? რა არის? რა მოქვს, არ ვიცი. რა ნაკოცნები გაქვს, რა არის? რა ნაკოცნებია, კაცო? წითელზე ეს ბატონებია, ბატონები მაქვს. ბატონები თუ სექსუალური ის არის ინფექცია რამე? ბატონებია, წითელა ბატონები. რა ბატონები შე რომ გამოგიწერე ახლა. ვინა ეს გოგო ვინა? ეს გოგო ნათესავია, ჩემი. და ნათესავთან კოცნაობდი? ნათესავია, ხო კაცო, რა მოხდა? ნათესავს კოცნიდი მე თუ ჯერ. ნათესა დიდი ხანია არ გვინახავს და გადაგვეზარდა. რა გადაგეზარდა? ანუ კოცნაობაში გადაგვეზარდა, ხო დიდი ხანია. აი ახლა გამოგიწერ მე შენ ასლარიან ჯარიმას. და მე ნახე შენ. მაინც გამომიწერა ჯარიმა. ინებე? მოიცა 100 ლარიო და 150 არა, მატყუებ თუ რა. გადამეზარდა მე მეც. ჯერ 150 ლარი ბევრი არის, ვისთვის მისცეთ კიდე ამ ჯარიმას. ვისთვის გიწე და შეგაი კაცო. ჯერ რომ გამოვარდი აქ და სიჩქარის გადაჭარბებით რომ ეცი და აქ კოცნაობდი, ისა გაიხედე სტრეჩლიზე. იქნება ვიღაცა მოდის კოცნაობით, როდა შეეჯახო და იხუიყუბავ თავსაც და უყუბავ ადამიანსაც. შემეჭირიმე რა, მოდი ეს ჯარიმა, შენთვის შეინახე რა, ჩვენ გავალთ. უბრალო ადამიანი არ გეგონო რა, არ დამაჯარიმო რა, კარგად იყავი. ვინ ახარ ეგეთი? იცი ვისი ნათესავი ვარ? ვისი ნათესავი? ვისი ვიქნები, აბა ეს მაგარი ისწავლეთ რა, ვისი ნათესავი? ვისი ნათესავი? არიბაშვილის ნათესავი ვარ. არიბაშვილის ნათესავი არა ახლა ისახარე. არიბაშვილის ნათესავი. კარგი, რაღაცას კითხავ და თუ მიპასუხებ ნათესავი მაგ. გავიგებ ზუსტად. კი, ნებისმიერ რაიმე მკითხე. შენი ცოლის ნათესავია თუ არა? ჩემი ცოლის ნათესავი არ არის, ჩემი ნათესავი. ნათესავია. აი მე ვერ იტყვი შეგაიგაცო შენ ესე რა ისა რა ქვია. კარგი არ იხდი, ვარდი მაინც იყიდე, არ გინდა? არ მინდა, კარგად იყავ. მიდი ისე წაიღე, ისე და ნუ ანერვიულები ძაჭეს, მიდი კაცო, მიდი. მიდი. ვინ არიან ესე? ხადური, შენ არ გითხარი რომ ბიუჯეტს მავსებინებ ესე რა. ვახ, ვინ არის? ბაბუ, მან რატო ზიღარ შენ რა? ზასაობ თუ რა შვები? ბაბუ, საკადაბაკ მაგის თავი, კბილები და ნერვები. მერე წადი კაცო, რატო აკავებ ადგეს რის მუშაობა გაიჩიტა, რაღაცა ეკონომიკა გავმართო ფეხზე იქნება. წადი სახში კაცო. აი, კაი მაგათი. რა უბედურება არის? მე ვიცი რაზეც მოდიან ესენი.
მოდის რა გაუგებარი ხალხია ან რატომ მოხედია არა გიჟები არიან ვინ არიან ესენი არ ვიცი რა ავაკ დასხდეთ აუ ხო მოდი ახლა აი ო ზამაგარი ადგილი ამ ფოტკებს გადავიღოთ შევაკეთე გავიგე თამაკაცე რა მოდი ესე ამით დაიჭირე აუ მოდი ესე კიდე მოიცადე ეს ჩეკიჩები ტუჩები ასე დამეპრიწერე ტუჩები ხო და დირი და არ ვიცი რა გნებავთ ფოს გიკეთებ კაცო რომანტიკა რო უფრო იყოს რა თეთრეულს ხო არ აიღებთ არ ყავა ხო არ მოგავათმო ოთახი ყავა ხო არ გნებავთ რა ყავა რა გნებავთ თავი და რატლა შატლუში გამიმართეთ აკა ჰა რა უნდა რატლა შატლუში გამიმართეთ აუ რა გინდა თავი და რამიდან რომ გამოგიწერე ხლა 100 ლარიან ჯარიმას მე გაიგებთ რა მინდა აუ შეესერთით ჩვენ ვერ მოგვატყოთ თქვენ რა იმიტომ რომ ეგ ჯარიმა 100 ლარი არ ღირს რა 50 ლარი ღირს როგორც მე ვიცი მომის ვინაკალიშვილი 50 ლარი ღირს ნორმალურს რო კოცნი და მუშტაეთის ბაყბაღდებს რო კოცნი 200 ლარი ღირს შემოყვა მე თუ რომ ამ დაბლობი ხარიგიდე აუ პროსტ არ მიდაიხარა კაი ხო მოვითმენ არა უშავს ალიცელი რო ხართ იმიტომ არ გეუბნებით არა ფერს ვაფშე მე რეგედე ნიშას რატო არ უყურებ ოლქრივი კოცნაობა რო აკრძალული არის ანუ ახლა შეიძლება კოცნა აქ შეიძლება ოღონდ ნებადართული ადგილებია შეიძლება შუბზე ცხვირზე ნიკაპზე ლავიცსა და ნიკაპს შორის ყრიმალზე და ოღონდ ეს ყველაფერი არაუმეტეს 500 სანტიმეტრი დაშორებულია რეგიონული ზონიდან გასაგებია მე თავზე ვერაფერი რა ვერ გაიგე მოდი გადაჯექი იგი მოვიდე აგიხსნი ახლა კარგად მოიცი რა უნდა რა ვიცი მე რა უნდა მიდი აბა დამძანდი რა ვერ გაიგე ნებადართულია ესე იგი შუბზე იმაზე რა ქვია ლოყაზე 5 სანტიმეტრი არაუმეტეს ერეგული ზონიდან ყური უკვე ერეგული ზონა ამ ხარზე ვიდაღზე აი ესეთი აგე გასაგებია ვერ გავიგე ვერაფერი რა გინდა გავაგებია გაჭერთ ერთი სკვერში კაცო ესე იგი ავიღოთ 5 სანტიმეტრი გამოთვალოთ აქ ერთი წუთი გამიჩერეთ 5 სანტიმეტრი ყურიდან ესე იგი ცხვირი ერთი წუთი შუბლი ეს მიდამო ეს ლოკაცია აქეთ წამოვიდა ეს ისა გავაკეთოთ 10 გრადუსი ერთი წუთი 10 გრადუსი დახრილობა შემდეგ ჩამოვედით ხო აქეთ ლავიცი უკვე გადაიწი ლავიცი ამ ადგილას არა აქ არ შეიძლება აქეთ ხარის იგივე მხარე არის და აი ეს ნაწილი არის კიდე ეს ნაწილი შეგიძლია ეს ნაწილი შეგიძლია კაი ჩვენ რო გადაგვეკიდე იქეთ აი მოხუცები იმათ რატო არ ეურები არაფერს მოხუცებთან ვიღავი გენაცვალე რო კითხე რა საკეთოთ შაშაობთო შაშაობაზე არაფერი არ არის ახლა არაფრის გადახდელი არ ვარ მე სულ მიდევ 3 ლარი ჯიბეში თავი დამანები არაფერს არ მოგცემ საერთოდ რა 3 ლარი თუ კიდეს მე რასაც გერე ტუჩებში გეგოსა შუბზე 3 ლარიანი არის შუბლი არ ვიცი შემდეგისთვის გავითვალისწინე არ ვიცი მე ჯარიმას დაგიწერთ პოლიცია ვიცით რას გეტყვით რაც გინდა ის მითხარ აი უბრალოდ პოლიციელი რო ხართ მაგით არ გეუბნებით არაფერს თორე აი ჩვენ ეს ჯარიმა აი ვაფშე არ გვეტყუთნის რა რო იცოდეთ გასაგებია აი თქვენ უბრალოდ პატივს გცემთ იმიტომ რომ პოლიციელი ხართ აი მაგის გამო მხოლოდ და მხოლოდ გასაგებია ეგრე ვა დაიცა დავწერო მოიცა რას წერ კაცო მაინც წერთ ჯარიმას არა ჩემ თავს უწერ იმიტომ რომ ეხლა უცებ აღვიხსენ ის ახლოს მოვიდა და აუ რა შენ თავს გასულელებულია თავი დაანებე დაჯექი აქეთ რა ვინ არ დაწეროს რაც უნდა აჯექი და გაიწადე აუ არ ვიცი რა ეს მომეშანა ნერვები რა გაჩამე ხო ეს ვინ არის ოდი სამბიბარე ოდი აგბიჯო სამბიბარე ოდი
სადმიიბარები, სანდახა. ეს რა თვითონ. სანდახა, მოდი აქ. გიჟიტე, ცენ პოლიციელი. აბა, ნახო.